ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი, ნარიმანი, საცხოვრებელ ბინაში დღეს გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც წესი, სტანდარტულად გარდაცვლილი, ასეთ გარემოებაში გარდაცვლილი ადამიანის პოვნის დროს ამ მუხლით აღიზრდება ხოლმე საქმე. ადგილზე, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება და მათ ჩავრთავთ რამდენიმე წამში. მანამდე კი მოკლედ ბერი ნიკოლოზის პიროვნების და ჩემი აზრით შეგვიძლია ვიხმაროთ ეს სიტყვა ფენომენის შესახებ. ბოლო წლებში ნარიმან მაქარაშვილი, რომელიც საკუთარ თავს ბერ ნიკოლოზად მოიხსენიებდა, საზოგადოებაში ცნობილ ფიგურად იქცა. თუმცა მისი საქმიანობა თავიდანვე წინააღმდეგობრივ შეფასებებს იმსახურებდა. მას ჰყავდა მიმდევრების გარკვეული წრე, ადამიანები, რომლებიც მას სულიერ მოძღვრად აღიქვამდნენ, ენდობოდნენ მის რჩევებს კურთხევას ითვალისწინებდნენ. მისი კომუნიკაცია მიუხედავად ფაქტობრივად მდუმარებაში ყოფნისა, ხშირად ხასიათდებოდა მკვეთრი, ზოგჯერ რადიკალური შეფასებებით, რაც მის ირგვლივ ინტერესსაც და სკეპტიციზმსაც ერთდროულად აჩენდა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საპატრიარქო მას ოფიციალურად არ აღიარებდა სასულიერო პირად. საპატრიარქოს პოზიცია წლების განმავლობაში იყო მკაფიო. ნარიმან მაქარაშვილი არ ეკუთვნოდა ეკლესიის იერარქიას და მისი მოძღვრება არ შეესაბამებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას. საპატრიარქო ფაქტობრივად დისტანცირდებოდა მისგან და საზოგადოებას აფრთხილებდა, რომ მსგავსი თვითნებური სულიერი ლიდერების მიმართ სიფრთხილე გამოეჩინათ. ამგვარად მისი ფენომენი შეიძლება აღიწეროს როგორც ეკლესიის გარეთ ჩამოყალიბებული პიროვნული გავლენის მაგალითი, მცირე, მაგრამ ერთგული მიმდევრების ჯგუფით და ოფიციალური რელიგიური ინსტიტუტის მკაფიო უარყოფითი პოზიციით. ჩვენი ჟურნალისტი ლიზი ვეკუა მუშაობს ადგილზე და გვეტყვი შეიძლება უფრო მეც არა მის წარსულზე, არამედ იმ გარემოებებზე, რომელშიც მისი გვამი იქნა აღმოჩენილი. რა ვითარება ადგილზე, ლიზი, გისმენთ? დიახ, გიორგია, ამ წუთებში ბერი ნარიმანის საცხოვრებელ სახლთან ხალხმრავლობა, როგორც საცხოვრებელი კორპუსის წინა მხარეს, ასევე უკანა მხარესაც იკრიბებიან მრევლი და ისინი ცდილობენ, რომ შევიდნენ საცხოვრებელ ბინაში, თუმცა ამ ყველაფრის საშუალებას აქ მობილიზებული კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მათ ცხადია არაძლევენ, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპისთვის კვლავ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე. ამ ყველაფერს მოჰყვა დაპირისპირება და ხმაური საცხოვრებელი კორპუსის შიდა ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე მრევლის წარმომადგენელმა მაინც მოახერხა შესვლა და მათ მოგვაწოდეს ვიდეოები თუ რა ხდებოდა რამდენიმე წუთის წინ ბერი ნარიმანის საცხოვრებელი სახლის კორპუსის შიდა ტერიტორიაზე. არ გვაქვს არაფრის ეჭვი, ხალხო არ გვინდა ინტერვიუს მიცემა და რატო ძალადობთ ახლა ესე? ინფორმაცია რომ სწორად გავავრცელოთ, ამიტომ გეუბნებით არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, ველოდებით ჩვენ. რა იცი? ბოლო ჟამში ვართ. ქრისტე უკვდავია. ყველა მთელი სამყარო ნახავს რაც მოხდება. კი ბატონო, თქვენ შესვლის საშუალებას თუ გაძლევენ ან თქვენი და პოლიცია დგას და რატო დგას პოლიცია? არა აქვთ ამისი უფლება რომ მრევლმა ჩვენ ახლა ასე ვინერვიულოთ ვიდგეთ და ჩვენი თვალით არ ვნახოთ მამაოს მდგომარეობა. ჩვენ არ გვინახია. შეუშვი რა, ვერ ვიცარი მაინც. შეუშვი გეფოძები. მეც არ მიშვებენ, ხო ხედავ, მეც არ მიშვებენ, მათთან. არანაირი უფლება არ გაქვს.
მოდი აქეთ რას ვაკეთებ გამოდი ბერი ნარიმანის მრევლი ფორმულასთან საუბრისას აცხადებს იმას, რომ მათ არ აქვთ იმის განცდა, რომ ბერმა ნარიმანმა თავი მოიკლა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ნახვის შემდეგ მათ ბერი ნარიმანი ნახეს დაუძლურებული, რადგან ის როგორც მრევლი ამბობს, არც წყალს იგებდა და ასევე შიმშილობდა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მრევლი ამბობს, რომ მათ გონიათ, რომ საქმე გვაქვს სხვა რამესთან და ეს არ არის თვითმკვლელობა, ასევე მრევლმა გაავრცელა ვიდეოები სოციალურ ქსელში იმასთან დაკავშირებითაც, რომ მათ ბერ ნარიმანთან ბოლოს შეხვედრა ჰქონდათ 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ ბერი ნარიმანი აღარ გამოჩენილა. მაყურებელს ვეთქვი იმასაც, რომ ბერ ნარიმანს ჰქონდა მდუმარების აღქმა დადებული და ის მრევლთან წერილობით კომუნიკაციობდა და ამ ყველაფრის საშუალებაც არ ჰქონია მრევლს უკვე 9 აპრილის შემდეგ, რაც ეჭვს უჩენს ასევე მრევლის წარმომადგენლებს იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან შეკრებილი. საერთოდ რა ხდება, როგორ არის მამაო ინფორმაცია არ გვაქვს და პლუს ოჯახის პატრონი ქალბატონი მაია იმის მაგივრად რომ დაგხმარებოდა და შეესრულებოდა მამაოს კურთხევა დაამატა ცოდვა სათვალთვალო კამერა რა შუაშია მამაო მოითხოვა ვინის გასაღები შეგნით არის უამრავი გამოუყენებელი ნივთი ხორაგი სამთრის ტასაცმელები მოაქვს ზაფხულში, ზაფხულის ტასაცმელები მოაქვს ზამთარში, ფორმა, რაღაცეები. ძველად ამ ბინაში ვისაც ჰქონდათ ნაქირავები, კრიბავდნენ ფულს, კეთდებოდა სიები, 100 ლარი ახლოს დგომა, 50 შორს დგომა. მე ამას მოყვა აურზაური, ქალს გაუტეხეს თავი და მოკლედ ეს ბინა რო ერთხელ დალაგებული იყო, დამლაგებელს მე თვითონ მოვიყვანდი, ან მრევლი მოვიყვანდი, თუ ჩვენი შესვლა არ უნდა და ამ ქალს ცოდვას დაამატა ცოდვა. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მამაოს კურთხევებს ვერ ვასრულებთ, იმიტომ რომ მრევლი იხევს უკან. ბევრჯერ გამოასახლეს მამაო სხვა ბინებიდან მრევლის უკან დახევის გამო, მე ჩემი ცარიელი ხელებით რაც მაქვს ბერკეტი ვცდილობ, აი ყველას კისერზე იყოს თუ რამე ისეთი უკანსვლა ხდება. და რო ხდება ფაქტია, იმიტომ რომ მამაოს ვერ ხედავთ ლანდად, უკვე მერვე დღეა თუ მეცხრე, საერთოდ აივანზეც უკვე მზე არის და იცოდა ხოლმე ხან ფანჯრის გამოწევა, ხან შემოხმიანება, შიგნიდან არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს მისი მდგომარეობის შესახებ, როცა ჯერჯერობით ბერი ნარიმანის საცხოვრებელი სახლიდან არ გამოუსვენებიათ ამ წუთებშიც გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები მის საცხოვრებელ სახლში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვამცნო, გამოძიება არის დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ლიზი, ანუ რო დავაზუსტოთ, როგორც გავიგეთ, 9 აპრილის შემდეგ მასთან კონტაქტი არ ქონია არავის. ჩვენ გუშინ წინ ნახეთ დადებული ვიდეო, რომლის ნაწილიც ახლა ვაჩვენეთ აუდიტორიას, სადაც ერთ-ერთი ქალბატონი საუბრობს ამის თაობაზე და გამოთქვავს, ასე ვთქვათ, შიშსაც არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. აი, ხომ არ გაგვშენ ინფორმაცია, პოლიციას რატო არ შეატყობინეს მათ, ან თუ შეატყობინეს დაგვიანდა რეაგირება თუ აი როგორ მოხდა ისე რომ აი ფაქტობრივად 9 დღის განმავლობაში დიდი ალბათობით ეს ადამიანი ალბათ თავს გრძნობდა ცუდად ან შეიძლება მომენტალურად გარდაიცვალა ამის თქმა ახლა ძალიან რთულია ამას ჭირდება სწორედ ეს ექსპერტიზა მაგრამ აი 10 დღის განმავლობაში რატომ არ მიიღეს გადაწყვეტილება შეღწევის ბინაში და იქ ამ ადამიანის მდგომარეობის ამოსაცნობად დიახ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ცხადია მრევლსაც დავუსვით კითხვები 10 დღის განმავლობაში თუ არ ქონდათ მასთან კომუნიკაცია არ უნახავთ ბერი ნარიმანი რაზომებს მიმართეს და როგორც მრევლი აღნიშნავს, რადგან მამაოს კურთხევა, ბერის კურთხევა არ ქონდათ მათ, ამიტომ ისინი არც კი უახლოვდებოდნენ საცხოვრებელი სახლის ტერიტორიას, ბინას და აქედან გამომდინარე მათ ვერ დააზუსტეს დეტალები, საერთოდ იყო თუ არა იმ დროს ცოცხალი ბერი ნარიმანი და ამიტომ არ ქონდათ ინფორმაცია თუ რა ხდებოდა. შიგნით ერთადერთი ის ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში
ვიდეოში, რომელიც ასევე გავიდა ჩვენს ეთერში და აქ ისმის მხოლოდ ის, რომ საცხოვრებელ სახლში დააყენეს ვიდეო კამერები, ვინ დააყენა ვიდეო კამერა ის ჩვენთვის უცნობია, ამის შესახებ მრევლსაც არ აქვს ინფორმაცია, ამიტომ უცნობია საერთოდ ამ 10 დღის განმავლობაში ვინმე იმყოფებოდა თუ არა ბევრი ნარიმანის საცხოვრებელ სახლში ან ნახეს თუ არა ის ამ 10 დღის განმავლობაში საერთოდ ან მრევლის წარმომადგენლებმა ან სხვა მოქალაქეებმა. მადლობა ლიზი ვეკუას ჩვენ უფრო მეტ დეტალს ახლა უკვე საგამოძიებო სამსახურების მხრიდან ალბათ მოგვიანებით გავიგებთ ბერი ნარიმანი ბერი ნიკოლოზი თავის საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს მას შემდეგ რაც იქ უკვე კარი გატეხეს და პოლიციამ ასე შეაღწია ვიცით რომ 9 დღეზე მეტი დღის განმავლობაში მასთან კონტაქტი და კომუნიკაცია არ არსებობდა